მანამდე მან უკვე მოასწრო სრუტის გადმოცურვა, ფარდულში მუშაობა, უდაბნოს გამოვლა, შუანდელმა დამიარა ამ წამს იმენა მთელ წამში რა. უდაბნოს გამოვლა და მისი მდუმარებისა და ფატიმას თვალების შეცნობა. შინიდან წამოსვლის შემდეგ არც ერთი დღე ამაოდ არ დაკარგულა და თუ ხვალ სამუდამოდ დაეხუჭებოდა თვალები, ის მაინც ეცოდინებოდა, რომ მისმა თვალებმა უფრო მეტი ნახეს, ვიდრე რომელიმე სხვა მწყემსისამ და სანტიაგო ამით ამაყობდა. რა ძალიან მაგარია. კიდე გაიჩიტა. ვიდრე ის ინგლისელი მიპოვეს, ჯერ სხვა უამრავი შეხვედრა ელის წინ, თუმცა უკვე სწორ გზას ადგას, მარტო წიგნებში აღარ იყურება. აუ, ესეც მაგარი პონტია. ბოროტება ის კი არ არის, რაც ადამიანის ბაგეებს დასცდება, არამედ ის, რაც იქიდან გამოდის, უთხრა ალქიმიკოსმა. ეს ეხლა უცებ ვერ გავიგე ამისი აზრი, მაგრამ არა უშავს. შენ უკვე აღარ გენდომება მათი დანახვა. სიყვარული ხერს არ უშლის ადამიანს, თავის გზას ეწიოს. თუ შეუშალა, მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა ჭეშმარიტი. ნამდვილად მასე არის. ყველაფერი სამყაროს სულში აღბეჭილი და მასში დარჩება სამარადისოდ. კი, ძმაო. იუმორიც ბევრ კარს ხსნის. მხედრები ახარხარდნენ და ალქიმიკოსიც ახვა. მისი პასუხი მეომრებმა ხუმრობად მიიჩნიეს და მგზავრებს გზის გაგრძელების ნება დართეს. აუ, ეს რატო დავწერე, იცი, ბევრ კარს ხსნისო? ის ფილმი რო არის, რო აუ, აღარ მახსოვს რა, კაპიტანი ქვია, მე მგონი რა. ესე იგი, ეს კაცი არის ფორესტ გამში მთავარ როლს ვინც თამაშობს, სახელი და გვარი არ ვიცი, ეგ არის გემის კაპიტანი რა და სომალელი თუ სადღაცელი მეკობრეები დაესხმებიან თავს რა, ავლენ და ბიჭო, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ ერთი რაღაცას ეუბნება, რომ რაც შენ გააკეთეო თუ რაღაცაო, ესო, კაროჩე, ბევრ კარს ხსნიესო და მე მგონი მეც მაგიტო დავწერე ბევრ კარს ხსნის მეთქი რა, იუმორიც თქო რა. კიდე გაიჩიტა. სიკვდილი სასიცოცხლო ძალებსა და შეგრძნებებს აძლიერებს. ანუ ეს წიგნი რანაირი წიგნია, იცი, ხორხე ლუის ბორხესმა რო თქვა იმაში ქვიშის წიგნში, რომ კაროჩე, მეო დიდი წიგნების წერაო და 500 გვერდზე გადაჭიმვა, გიჟურ შრომად მიმაჩნიაო რა. რომ ისედაც ხო შეიძლებაო აზრის გადმოცემაო, რაც ანუ პატარა იმეებში შეიძლება რომ ის აზრი გადმოსცეო რა. აი ზუსტად ეგეთი წიგნია რა. აი პროსტა მარტო ეს წიგნი რო წაიკითხო ცხოვრებაში, ჩათვალე რომ აი რავი რა, ძალიან ბევრი რაღაცას მიიღებ რა ამითი რა. აი რავი რანაირად უნდა გითხრა რა, კიდე რაღა გითხრათო. ძალიან მიყვარს ეს წიგნი მένα რა. მაგარია. გადავიდეთ შემდეგზე. და შემდეგიც უმაგრესი წიგნი გაიჩიტა, ძალიან მიყვარს ესეც და ხალით ჰოსეინის 1000 მოელვარე მზე რა. როგორ ამბობს ბოლოში, რომ მარტო ბიჭების სახელს განიხილავდნენ, იმიტომ რომ გოგოს სახელი გოგოზე უკვე გადაწყვეტილი ქონდათ რას დაარქმევდნენ. ამას თუ წაიკითხავთ, მერე გაიგებთ მაგ ადგილს და მაგაზე ცრემლი წამომივიდა თუ რაღაცა რა, მე მგონი ცრემლი წამომივიდა მაგაზე რა და ამ წიგნის ისტორიას მოვყვები რა. ლილოდან მოვდიოდი, ლილოში ვმუშაობდი რა იმ დღეს, კაროჩე და მარშრუტკი თუ სამარშრუტო ტაქსით, ეს უფრო სწორია რა, კაროჩე მოვდიოდი სახში რა და ერთი გოგო ესე კითხულობს რა წიგს, ის მე ვდგავარ რა, ესე ხელი მიკიდია რაღაცა და რაღაცნაირად კითხულობს იმენა, ხო დამაინტერესა და ეხლა მარშრუტკაში მარშრუტკა რო დადის და რაღაცა ლაპარაკს ხო არ დაუწყებ რომ რა წიგს კითხულობ და რაღაცა და მე რანაირო ხან აქედან უყურებ, ხან იქედან უყურებ რაღაცა ვაკვირდები, აუ რა წიგს კითხულობს მეთი მაგრად მაინტერესებს რაღაცა და მე გავაყოლე თვალი და ბოლოს წავიკითხე 1000 მოელვარე მზე და ხო ჩამოვედი კაროჩე რა. აქ იცი საათ მეტრომშენის ქვაფენილი რო ათის რა, ადრე რო ქვაფენილი იყო, ეხლა რო ასფალტი დააგეს რა.
სანამ ვისოლის კალონკასთან მიყოლ. მან ჩამოვედი და ისიც მან და ჩამოვიდა და მე იქით გაუხვია თუ რაღაცა რა. არა მაინც არ დაველაპარაკე რა. არა უშავს. ყოველ შემთხვევაში დღემდე მაგოგოს მადლობელი ვარ რა, ეს 1000 მოელვარე მზე რო გაჩითა რა. აქ უყურე, ესეც იქ ვაგზალზე ვიყიდე რა, ფული არ მქონდა თუ რაღაცა და ისე გამოყენებულებში ვიყიდი მეთქი რა. რამდენი მივეცი აღარ მახსოვს რა და ეს წარწერა გაუჩითია ვიღაცას ნ თ და ის გული რა. ვიღაცას ალბათ აჩუქა თუ რაღაცა რა და ეს წიგნი მოგვითხრობს, კაროჩე, დაჩაგრული ქალების ისტორიას აღმოსავლეთში რა, ანუ მე მგონი ავღანეთში ვითარდება რა სიუჟეტი რა, ქაბულში თუ სწორად მახსოვს. აუ მონიშნულები ხო არა მაქვს რაღაცა, აი ისეთი მაგარი წიგნია ესეც და ფრანით მორბენალიც რა. ისეთი მაგარ დარტყმას ვერ მიიღებთ ამითი ალბათ როგორც ფრანით მორბენალში და ეს ამას გირჩევთ რომ ყველამ წაიკითხეთ ეს წიგნი რა. არა, მონიშნულები ეტყობა არ მომინიშე. მე კრიმინალურმა პოლიციელებმა გამაჩერეს თუ რაღაცა ჯიბეში მედო ის რა ქვია ყავები რო არის მაკოფე თუ რაღაცა რა და ისაო რა გაქო ჯიბეშიო თუ რაღაცა და ეს წიგნიც ხო თან მქონდა და რაღაცა და მე აღარაფერი აღარ მითხრეს რა ეტყობა ეს წიგნი რო ნახეს და რაღაცა რა. ბიჭო და კაროჩე ისა ძალიან მაგარი წიგნი არის, ეგ დაჩაგრული ქალების ამბავს მოგვითხრობს, სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. რავი, აი მართლა მაგარი წიგნი არის რა. როგორ იწყება, იცი? მარიამმა პირველად ჰარამი სიტყვა მაშინ გაიგო, როცა ბავშვი იყო რა. აბა მართლა თომასე იწყება თუ სწორად მახსოვს ჰარისსა და ფარახს, ჩემ ორ თვალისჩინს და ავღანელ ქალებს. ეს ზემით რო აწერია ხოლმე ეპიტაფიასა. აი უყურე მარიამი 5 წლის იყო სიტყვა ჰარამი პირველად რომ გაიგონა. სწორად მახსოვს ესე იგი რა. უმაგრესი წიგნი არის და მართლა ყველას გირჩევთ რა წაიკითხეთ. ეს მწკრივი იმენა აშენდა თითქოს რომელ წუთზე ვართ აბა 37 წუთი რა. ისე აი ორი წიგნი დარჩა და მე შემდეგი მწკრივი იწყება რა და არ ვიცი რანაირად ვიზამ რა. მე მგონი შემდეგი მწკრივის პირველ წიგნს განვიხილავ, იმიტომ რომ ამხელა წიგნი არის რა ის წიგნი და დავამთავრებ ალბათ რა. ყოველ შემთხვევაში ახლა შემდეგ წიგნზე გადავალ. და შემდეგ გაიჩითა The Wasteland T.S. Eliot-ის ლექსები არის რა ამაში რა. კაროჩე ამაში იმენა სუნამო მქონდა თუ რაღაცა რა. მამიდა ჩემმა მაჩუქა ის სუნამო და ესე იმენა შევასხურე. რა დევს შიგნით აბა ჩეკი დევს ლიბერტის მე მგონი. ხო და ეს T.S. Eliot-იც ინგამ გამოსნო რა. ჩეკი დევს ძმაო 120 ლარი მომიგია. ხო 120 ლარი მოვიგე და რაღაც პონჩი ანუ ქალაქში დავდიოდი იმ პერიოდში რა. ხვაზე ხარ და მაშინ სიგარეტსაც სიგარეტს ვეწეოდი და აი რა პონჩი ვიყავი ხოლმე, იცი სულ მარტო დავდიოდი ხოლმე რა და მომინდა რომ ის T.S. Eliot-ი ხო მახსოვდა რა რაღაც პონჩი და რომ მაგის ლექსები ავტობუსში წამეკითხა ხოლმე რა და ბიბლიაში შევედი ორთაჭალის ბიბლიაში ხო არ გაქვთ მეთქი რა და არა საიდანო რა კაროჩე საიდანო არ ვთქვიათ რა არავო რა კაროჩე და მე ამაზონიდან გამოვიწერე რა და ეგ არის რა The Wasteland T.S. Eliot-ის რა. ქართულად მე მგონი ეს T.S. Eliot-ის ლექსები არ არის რა საერთოდ გადმოთარგმნილი და ამაზე ამ კაცზე იმას ვიტყვი რომ მოდერნისტი მწერალი იყო რა, პოეტი ალბათ, იმიტომ რომ ეგრე მწერალით არ მახსოვს რა ნამდვილად ეგ კაცი რა და უმაგრესი ლექსები არის დაჟე აი იმენა ინგლისური ენის ლიტერატურაში ძალიან მაგრად უყვართ რა ელიოტის ლექსები რა და ყველაზე ცნობილი აქვს მე მგონი The Love Song of სახელი აღარ მახსოვს რა კაროჩე რა და იქაც ეგ ლექსი ვისწავლეთ რა რომ ანუ ემოციებისგან ცხოვრების იმედისგან და მასეთი რაღაცებისგან ყველანაირად დაცლილი ადამიანები არიან ეს მოდერნისტები და
უბრალოდ იმას ეწერენ, რომ ანუ ყველა მასი არ არის, მაგრამ ელიოტი იყო ბიჭო, ანუ არანაირი იმედი არ ქონდა ცხოვრებაში რა, თითქოს აი ყველაფერი მოკვდაო და რაღაცა რა და მასეთ პონჩი რა. ხო და მაგრად გამიკვირდა რა, კი არ გამიკვირდა მაგრად, რომ ვიფიქრე, რომ ცხოვრებაშიც ესეთი მაგარი ტიპია მეთქი, რომ ესე მაგრად ანუ არ ევასება ცხოვრება და რაღაცა თუ პროსტა ლექსებში წერს მეთქი მასე და ალბათ ცხოვრებაშიც მასეთი ტიპი იქნებოდა რა. ყოველ შემთხვევაში ეს რავი თუ გინდა წაიკითხეთ, თუ გინდათ არა, ვინც ინგლისური იცით, რავი კი გირჩევთ, რომ T.S. Eliot-ის ლექსები წაიკითხოთ რა. შემდეგ გვაქვს და მაგრად მიყვარს ჰარუკი მურაკამი. ჰარუკი მურაკამის ნორვეგიული ტყე რა. ხო და პირველად ჰარუკი მურაკამი პროსტა იქიდან გავიგე კაფკა პლაჟზე რო აქვს წიგნი, იქ ბიბლიაში ესე თან ლამაზი წიგნია რა, გაიგე? თევზები და რაღაცები ესე ლამაზად ახატია და პროსტა აი სილამაზიდან გამომდინარე დამაინტერესა რომ ვა რა წიგნია მეთქი და რაღაცა რა და იმაზე მე ვილაპარაკებ, ისიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ეს ნორვეგიული ტყეც ძალიან მაგრად გამისწორდა. თან ეს ფსიქიატრიულიდან რო გამოვედი და რაღაცა მერე წავიკითხე რა. ადრინდელი არ არის რა. ეს ანუ 2024 წლის დასაწყისში წავიკითხე რა გამისწორდა და ეს ვატანაბე არის, კაროჩე იაპონელი ტიპი არის, ბიჭი არის, სტუდენტი არის, ძმაკაცი ყავს, ის ძმაკაცი სხვებს არ ევასებათ და ეს დაუძმაკაცდება რა. და კაროჩე დადიან ერთად რაღაცა, იქ გოგოებს ელაპარაკებიან, სექსიც აქვთ იმ გოგოებთან რაღაცა, იმას დაჟე შეყვარებულიც ყავს იმ ამის ძმაკაც, კაროჩე იმ შეყვარებულს გააცნობს და ეს ეტყვის, რომ ესეთი მაგარი გოგო, კაროჩე შენნაირი მას არ იმსახურებსო თუ რაღაცა რა, შენნაირი ბიჭსო რა, რა მაგარი გოგო ყავსო შეყვარებულათო რა. აი სახელები აღარ მახსოვს, მაგრამ ეს წიგნი მართლა ძალიან მიყვარს რა, უმაგრესი წიგნი არის და ანუ თვითმკვლელობა თავს მოიკლავს რა ერთი ადამიანი, მე მგონი აქედან და ცხოვრებიდან გარიყული არის და რაღაცა და ამას ვატანაბეს ეტყვისო, რომ შენ ცხოვრების რეალობასთან ერთ-ერთი ხიდი იყავიო, რომელიც ამას დამაკავშირაო. თან ეს ჰარუკი მურაკამი რა მაგარია, გინდა კაფკა პლაჟზე წიგნი რო აქვს და გინდა ამაშიც რა, რანაირი ტიპი არის, რომ კაროჩე მუსიკებსაც ურევს რა წიგნებში რა, იქ ბეთჰოვენის რაღაცა არჩ დუკი თუ რაღაცა რა და აქ მაგალითად ბიტლზის ნორვეგიული ტყე და კიდე რაღაცები აქვს რა, იქ მერე იმას გაიცნობს რა, ვიღაც ქალს გაიცნობს და მეც მევასებოდაო გიტარაო უკრავდიო თუ რაღაცა. არა, დაჟე მაშინაც უკრავდა რაღაცა და უკრავენ მერე დაჟე ეს ბიჭი და ის სხვა გოგო არიან, ის გოგო თავის სახში წაიყვანს და სახურავზე მუსიკას უსმენენ თუ უკრავენ, აღარ მახსოვს და ხანძარი არის და რაღაცა იწვის და ეგეც მაგარი მომენტია რა და აქედან კიდე რა დავიმახსოვრე იცი ნორვეგიული ტყიდან, რომ ეს დაჟე ჰარუკი მურაკამი ამბობს, შეიძლება თავის ცხოვრებაზე აქვს დაწერილი, რას გაიგებ, რომ კაროჩე იმას თომას მანის ჯადოსნურ მთას ვკითხულობდიო რა და ეგ თომას მანის ჯადოსნური მთა ეხლაც მაქვს წიგნი, ჯერ არ მაქვს რა, წაკითხული ერთი ამხელა წიგნია ძმაო რა. ორთაჭალის 7-იანებში ვიყავი, მოვიგე რაღაც 50 ლარი თუ რაღაცა ამოვედი და ისნის ბიბლუსი რო იყო, თან გზაში ფეხით რო ამოვედი, მანდ ვიყიდე რა. ხო და წიგნი იყო ძმაო, მაგრამ აქ რაღაცები გაშავებული გვერდები აქვს თუ რაღაცა, მაგრამ მაინც წაიკითხება რა, ალბათ ახალი იყო და მაინც დასვრილი იყო თუ რაღაცა, მაგრამ კიდია კაცო. ხო და რაც შეეხება ჰარუკი მურაკამის ნორვეგიულ ტყეს, მე გირჩევთ ყველას, რომ ესე წაიკითხოთ რა, უმაგრესი წიგნი არის. ესეც რა. აი რა თემატიკები გითხრათ რა. მეგობრობა, შეყვარებულობა, აი კონკრეტულად როგორც ასეთი სიყვარულის თემატიკას ვერ გეტყვით რა. სუიციდი
მუსიკა. რავი რა, კაროჩე, უმაგრესი